მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბერებო. იმედია ყველანი კარგად ხართ, ყველაფერი კარგად გაქვთ და დადგა ჩვენთვის საინტერესო გაშლის, ასე ვთქვათ, ეტაპი, როცა ჩვენ გვაინტერესებს პირად ურთიერთობებზე და ეხლა არის ესეთი კითხვა. ჯერ ვფიქრობდი როგორ დამეწყო, მაგრამ პირდაპირ გადავალ. დგება ხო ისეთი მომენტი, როცა პარტნიორებს შორის რაღაცნაირად ცივდება ხო გრძნობა. შეიძლება არ შორდებიან ერთმანეთს, მაგრამ რაღაცნაირად გაურბიან, გაცებულები არიან, ან გაღიზიანებულები, ეხლა 1000 მიზეზია ამისა. და ჩვენი დასტები, რომელიც არის ინსტრუმენტი სამყაროსგან ინფორმაციის მიღების, ახლა ენას ვერ ამოიდგამს და ვერ გეტყვის. ამიტომ, ანუ გვესაუბრება თავისი ენით, ანუ სიმბოლოებით, ხო? შესაბამისად, ეს ფაქის სივრცეს ეხება, ნახეთ, იმ სხვა მომენტს და როცა ვთქვათ, ინტიმი სექსი და ესეთ რაღაცაზე, რა თქმა უნდა, პასუხი არის, მაგრამ საუბარი რაშია, იცით, რომ შეიძლება ადამიანს ხო, ან ქმარს, ან ცოლს, ან პარტნიორს ხო, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ გატაცება გაუჩნდა, ანუ ბაჟძილეინია, როგორ ვთქვა ქართულად, სხვა ქალის მიმართ, ხო, რაღაცნაირად. შეიძლება არც ინტიმი და სექსი მქონია, არც ხელები მოუფათურებია და ტუჩებში უკოცნია, სიტყვაზე ვიწერე, ხო, ეს უკვე ეს არის. უბრალოდ ესე რა, ესეთი ფლირტიც არ ქვია მაგას, ახლა უყურე, უნდა იცნობდე, რაღაცა ურთიერთობა გქონდეს, რაღაცა გაკავშირებდეს, ხვდებოდე, რაღაც ადგილი იყოს, ან სამსახური, ან ოფისი, ან კაფე, ან რაღაცა, ხო? და ხშირად, ყოველდღიურად და იმათ არა, მაგრამ რაღაცა ის გქონდეს რა, ეპრანჭებოდე? მოკლედ მიხვდით ხო, რასაც საუბრობ. უბრალოდ არ ვიცი როგორ გადმოგცეთ თქვენ. ხო და ეხლა ეს კითხვა ზუსტად მაგაზეა. ანუ კარც არ ესმის ინტიმი, რისი თქმა მინდა, ხო? სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სექსუალური კავშირი და თუნდაც ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, ინტიმი, რას ნიშნავს ენერგეტიკული, როცა ფიზიკურად არ ეხები, მაგრამ იმ ქალზე ფიქრობ, გინდა ის ქალი ნახო, გინდა მოაწონო თავი, გაეპრანჭო რაღაცა ის გაქვს, ცეცხლი გაქვს რა. და მიდიხარი იქ, რომ თქვა დაგინახოს, თავი წარმოაჩინო, ანუ თვისებებზე გესაუბრებით ახლა, ხო? და კარტი ხო ვერ გვეტყვის ამას, რომ არა, ნახე, ის კი არა, ეს კი არა, ის, ანუ კარტი გვეტყვის, რომ კი, ანუ კარტი მიიჩნევს, რომ ისიც ღალატია, ანუ რაღაც ეტაპობრივად, ენერგეტიკული ღალატი, ასე ვთქვათ, ხო? თუნდაც ის გატაცება, ხო? იმ ქალით. ეხლა ძალიან მიყვარს მონიკა ბელუჩი, კი, ქალი ვარ, მაგრამ ეხლა გატაცებული ვარ ნამდვილად მაგ ქალით, იმიტომ რომ მიმაჩნია ულამაზესი, ანუ ქალის ეტალონია. სილამაზის ქალის ეტალონია მონიკა ბელუჩი ჩემთვის. ვარ გატაცებული, ხო? მაგრამ ეხლა მონიკას ხო არ ვიცნობ, მე ახლოს მას ხო ვერ ვხედავ, ხო ვერ ვხვდები, ანუ ხო არ არის რაღაც ადგილი, რომ მე მონიკას უყურებდი და ვტკბებოდე მისი სილამაზით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვეხები, ან ჩვენ შორის რაღაც ის არის. ამ დაგვარ სიტუაციას, იმიტომ საუბრობ ეხლა ამდენს, რომ აგიხსნათ. ფაქის სივრცეში და ენერგეტიკულად იმასაც ღალატად თვლიან რა, როცა ინტიმი არ გაქვს და უბრალოდ ესეთი გატაცება გაქვს და ამიტომ კითხოთ, აგერ ორი ვარიანტი დავაწყე. პირველი არის The Spellcaster's Heart card, ვარდისფერი კვარცით, მეორე არის The Light Source, ანუ ნათელმხედველის ესეთი ლამაზი იასამნისფერი კვარცით. აქ ვარდისფერი ჩანს თუ არა, არ ვიცი, ეკრანზე.
რა ვარდისფერი კვარცია. ხო და თქვენ აირჩიეთ. დავიწყებ პირველით The Spellcasters, ვინც ამოირჩია, ან მოусმინეთ ორივეს. ეხლა ეს უბრალოდ ჩვენ ინფორმაციის მიზნით გვინდა მივიღოთ, გადავამოწმოთ თუ ხართ ესეთ სიტუაციაში, ან თქვენი პარტნიორი, ან თქვენი, რა ვიცი. დღეს ისეთი ცდუნების პერიოდია, რომ არ არის გამორიცხული, რომ ვინმე ესეთ სიტუაციაში არ მოხვდეს, იმიტომ რომ იცით, რაც ხდება ზოგადად, ცდუნება ყველა ფეხის ნაბიჯზე და ჯერ ვეკითხებით პირველ ვარიანტს, ვინც ჩაიფიქრეთ, ანუ ჩაიფიქრეთ კარგად ეს ადამიანი. აბა ქონია თქვენს გარდა გატაცება თუნდაც ინტიმის გარეშე სხვა ქალის მიმართ. აქ იგულისხმება ასევე მესიჯობანაც. ან უბრალოდ ესეთ შეხვედრები, ნახვები, ხო, აი როგორც ახსენე. ვითომ არაფრის მომცემი, მაგრამ ამ დროს მაინც ღალატია, მე თუ მკითხავთ და ეზოთერულად ასეთვლიან თვითონ ჩვენი კარტებიც და რა ვიცი ხა თქვენთვის მომინდვია განსჯა. აბა ქონია გატაცება ამ ადამიანს ეს შორიდან ვინმე ქალის მიმართ. ხშირი ნახვები, შეხვედრები, ჩაიფიქრე. გატაცება, კი ბატონო, ამოვიდა. ეგრევე ამოვიდა პირველს. ხალი საკმაოდ ცეცხლოვანი, უფრო მუქკანიანი, შავგვრემანი, ესე მაჩვენებს. ახლა მე როგორც მაჩვენებს, რა ინფორმაციაც მომდის გემოვნობით მაგას. თეთრი და ფითქინა არ არის ეს ქალი. შეიძლება არც იყოს ქართველი, ანუ შეიძლება საუბრობდეს ქართულად, მაგრამ ქართველი არ იყოს. და მის მიმართ გაჩენია, ანუ რა? აი, მოუნდა რა, როგორც ქალი, როგორ კითხე, გატაცება რა. გაპრანჭვა, ფლირტი? ფლირტიც ხო, ესე შუშუებით, დაიცადე, აბა ვნახოთ კიდე. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრე, ეს ადამიანი. ამ ქალთან ახლო კონტაქტში იყო. გატაცების გარდა ახლო კონტაქტი ქონდა ამ ქალთან. მოქმედება ამოდის, მაგრამ ხა მოქმედება ამოდის, რაღაც დონეზე გრძნობაც ამოდის, აქ ამოდის კიდე სხვა სიტუაცია, ანუ ოჯახი, შეიძლება ოჯახიანია ეს ქალი, შეიძლება ოჯახიანია ეს კაციც, ან საერთო ესეთი ნაცნობები, მეგობრები, თავში ეყრა ესეთი ადგილი. და რა ურთიერთობა იყო ეს, რა გატაცება იყო. ეხლა გრძნობაც, ანუ როგორი მომენტია იცი, ადამიანთან ეხლა რო გაქვს ურთიერთობა, ამასაც ანუ თვლიან რომ გრძნობაა, ხო? რა ურთიერთობა აქვთ ეხლა? რაღაცას აკეთებს, რაღაცას მიმტანი, მრეცხავი, რაღაცას ანუ საქმიანი, შეიძლება დავალებებს აძლევს ეს მომიტანე, ეს წაიღე, ანუ რაღაც ამდაგვარი. რაღაც საქმე რა, ანუ საჯარო გაშლაა და ესე ხო ვერ გეტყვით, შეიძლება ბევრი იყოს სიტუაცია. ამ ეტაპზე რა ხდება? აი, ეხლა აწყო დროში. ამ ეტაპს, ამ მამაკაცს, რომელსაც გატაცება ქონია ამ ქალის მიმართ და ამ ქალს შორის. რა ხდება ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე, ანუ აქ მაჩვენებენ, რომ დამთავრებულია სიტუაცია, ანუ გზას და დასრულებულია. რაღაც ეტაპობრივად დასრულებულია. ეტაპობრივად. რას ნიშნავს ეს? მე ხე კარგს ვეკითხები. რას ნიშნავს ეს ეტაპობრივად დასრულება? ანუ როგორ გავიგოთ ეს, თუ შეიძლება აგვიხსენოთ?
რაღაც მომენტში დაბრკოლებას წააწყდა ეს ადამიანი. მამაკაცია საუბარი და შეეშინდა დაკარგვის. ოჯახის კარტი ამოვიდა და არაა გამორიცხული, რომ მამაკაც ოჯახი ყავს. და როგორც ეხა კარტები გადმომცემენ ინფორმაციას, დაინახა რაღაც, ხო, საფრთხე და ოჯახთან მიმართებაში ალბათ რომ ან დაკარგავდა ოჯახს, ან რაღაც გაუგებდნენ, ან რაღაც შენიშნავდნენ, ან მასზე ვთქვათ რაღაცას იტყოდნენ, არასახარბიელოს, ხო? იმიტომ რომ არ არის ხა ეს კარგი მომენტი. ამიტომ დასრულებულია, წარსულს ჩაბარდაო მაჩვენებენ და გაგრძელება თუ იქნება. მაინც ხა ამ ასეთი დროებითი გატაცების გაგრძელება თუ არის. არა, გაქცეებულია სიტუაცია. არა, დასრულებული. კი ბატონო, და აქ გრძნობების ამოწურვა, კრიზისი, ანუ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სიტუაცია შეიქმნა ისეთი, რომ შეიძლება ნასვამიც იყო კაცო, არ იყო ფხიზელი ეს კაცი, რაღაც დღესასწაული იყო, რაღაც შეკრება იყო რაღაც, ანუ და აი ამ იმაში, ნუ ეხა მამაკაცია და მოუნდა ალბათ რა. ხო და დროებითი რა, ესეთი გატაცების მომენტი მაგრამ დასრულებულია. ესეთი ცდუნებები ჩემო კარგებო ძალიან ბევრია ყველაფერს ის ნაბიჯზე დღეს. და რით დავამშვიდებთ პირველ ვარიანტს. რას ეტყოდით? ვისაც აინტერესებდა ეს ადამიანი, ეს პიროვნება მას, ანუ ენდოს სამომავლოდ. როგორც ჩანს, სექსი არ ყოფილა. დამშვიდდით. ენდოს ეს ადამიანი? ნახოთ აბა კარგის პასუხი. კი, აუცილებლად. ოჯახი აქვს, ოჯახის კარტი ამოდის. ზურგშექცევითაა იმ ქალის მიმართ ეხლა ამ წუთას. ნუ გრძნობიარე მამაკაცი ამოდის, ასევე აქტიური მამაკაცი ამოდის. კიდევ ერთხელ მაჩვენებს, რომ შეიძლება რაღაც საქმე სიტუაცია შეექმნას და ისევ იქ იმ სიტუაციაში მოხდეს, მაგრამ ყველაფერი დანგრეულია. თუ რამე იყო, აგერ დანგრევის კარტი. ანუ თუ რა სექსი არ ყოფილა, მონდომება მხოლოდ, მაგრამ კარტი ამას აღიქვავს უკვე როგორც ენერგეტიკულ ღალატს. ანუ კარტს არ ესმის, რომ შენ ხა სხვა ყავს ხო შენი პარტნიორი, ვინც არ უნდა იყოს ისწოლია თუ შეყვარებულია თუ საყვარელია და ამ დროს იქ ვიღაცა ქალს თუნდაც ისე რა, ой, რა კაი ის აქ, რა კაი ეს აქ, ანუ ხა აღარ ვიტყვი ხო იმ ადგილებს და აი ესე რომ შეხედავ რა, ანუ ამას გულისხმობს ხანაირად რომ დაუწყებ იმ ქალს ყურებას, ხო? და რაღაც თან რომ მოკლედ რა, ნუ პირველთან ეს ვარიანტია, თუ რეზონირდა, მომწერეთ და გადავედით მეორე ვარიანტზე. ნათელმხედველი კარტების. და აბა ვეკითხები ეხლა მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. ამ ადამიანს ეხლა ვინც მეორე ვარიანტი აირჩია. თუ აქვს ქონია უბრალოდ ქონია ამ ახლო წარსულში, ხო? სხვა ქალის მიმართ გატაცება, ანუ გატაცებული თუ იყო, მოხიბლული, გატაცებული, კიდე რა სიტყვებია? ლექსიკონში უნდა ჩავიხედო. მოხიბლული, გატაცებული, აი მიმზიდველი ქალი, ხო და ეპრანჭება. აი ესეთი რაღაცა ამ ადამიანს. რავი, სამყაროს კარტი ამოვიდა, კი. ნუ შორ მანძილზეო ამჯერად მაჩვენებენ მანძილს შორს, მაგრამ გამორიცხულია რამე ყოფილიყო, ანუ აქ მაჩვენებენ მანძილს, ნახეთ? ან მანძილს, ან თვითონ დიდი ხანია, მაგრამ მაჩვენებენ მსხვერპლ შეწირვის კარტს, რაც ნიშნავს, რომ გამორიცხულია რაღაც, ანუ როგორც ჩანს, უბრალოდ აი ხა როგორც მე ვთქვი მონიკა ბელუჩი თვარ აღტაცებული, ხო, გატაცებული, აღტაცებული, მოხიბლული, აი ესეთი ვარიანტი, ხო, შორს არის ის ჩემგან. მე მას ხო ვერ ხვდები, ვერ ვნახე, უბრალოდ მომწონს როგორც ქალი და
ესეთი ვარიანტი ამოვიდა აქ მეორესთან. ეხა ესე ტომ ჰარდი მიყვარს მაგალითად. რა ვქნა? რომ ვიცნობდე? კაი იქნებოდა. კარგით. რა ვქნა, მე ჰოლივუდის მსახიობები ვარ, კაი ტიპები, ქალებიც და მამაკაცებიც მომწონს. მე მგონი ავიც ნორმალურია. ეხლა ვკითხოთ რა ეტაპზე იყო ეს ესეთი მოხიბლა, მოწონება ამ ადამიანის, ხო? გატაცება. აი, როგორი ძალიან ღრმა ხوار იყო ეს გატაცება. ამ მამაკაცის სახელი თქვით თქვენთვის გულში და იმ ქალის თუ იცით, თუ არ იცით, ნუ ვიღაც ქალის, ხო? ვიღაც ქალისადმი გატაცება. აი, რა ეტაპზე იყო? ძალიან იყო შეტყობილი თუ არა? ძალიან არ იყო. არა. ძალიან კარგი თუ არ იყო შეტყობილი. მეც ესე მინდა. შორიდან ეხა ქუჩაში ლამაზი ქალი რო ჩამივლის, მე შევხედავ, ქალი ვარ, მაგრამ მომეწონება თვალს გავაყოლებ, ხო? ხო და ეხა მე სიამოვნება პირველ რიგში, იმიტომ რომ ესთეთი ვარ და მიყვარს ესთეთიური სილამაზე, ჩაცმა, სტილი, ყველაფერი, ქალური, ლამაზი, ესეთი, ხო? კლასიკური, ელეგანტური, ხო? ეს ბუნებრივია. და პირდაპირ უარს მაჩვენებს მეორეზე, ანუ გაგიმართლათ. მაშინ რახან მეორემ ესე მაჩვენა, რომ არანაირად არაო და არის თან ნათელმხედველი კარტი, ყველაფერს რო ხედავს მეორეებო, ხო? ვინც მეორე ჩაიფიქრეთ. მაშინ თქვენს მიმართ რა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს? თქვენს მიმართ, აი როგორ გიყურებთ თქვენ? რაღაც ეტაპზე იყო რაღაცა კონფლიქტი, მაგრამ სტაბილურად, ანუ თვითონ ამოდის ეს მამაკაცი, ეს ადამიანი, შეიძლება ასაკში რა ეხა 80 წლის ბებერი არ არის, უბრალოდ არ არის რა ეხლა 20 წლის ბიჭი რა, ანუ ხო გესმით, ცოტა ისეთია, სერიოზულია. როგორ გიყურებთ თქვენ? ხო, კონფლიქტი იყო, ნახეთ, რაღაცა სიტუაცია იყო, მაგრამ რაღაც ჩაკეტვა იყო, რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ ამოტრიალებული ამოვიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე განგებ არ ვკითხულობ ამოტრიალებულ კარტს, იმიტომ რომ ყველაფერი მიყვარს სწორი, ჩემი ესეთი სტილი მაგან არ ვიცი მე მნიშვნელობა. მე უბრალოდ ჩემ უფლებებს და ჩემს, ასე ვთქვათ, კატეგორიებს ვაყენებ, ხო, სწორი, ჩემი ის არის სწორი და ამოტრიალებული თუ ამოვა უარყოფითი კარტი. ეს ნიშნავს, რომ წარსულში იყო ეს სიტუაცია და ძალიან კარგი. წარსულში იყო და ანუ დამთავრებულა რა, ანუ მოგვარებულა, ანუ რაღაც ჩაკეტვა, რაღაც ჭორები, რაღაც კინკლაობა, რაღაც აი გაყოფა, ეხლა ისეთი გაყოფა არა აქ ენერგეტიკული კავშირი არის ვკითხულობ, მაგრამ ისეთი რა, ანუ შენთვის მე რაღაც ხო არის, რომ რაღაც მომენტში რაღაცაზე იკამათებთ, იჩხუბებთ, გაიბუტებით, მაგრამ სტაბილურად არის ეს თქვენი ერთგულის ადამიანი, აქ ამოდის ორი ბედაური, რომ ნამდვილად თქვენი ბედია, გზა, ეს არის გამარჯვება, ეს არის სწორი არჩევანი, აი თითქოს ტანდემია თეთრისა და შავის, ანუ მინუსი და პლუსი. თქვენ შეიძლება ხართ ეხა ან ეს ადამიანია თქვენზე უფროსი, ვთქვათ, ან ხართ მინუსი და პლუსი, მაგრამ ნახეთ ენერგეტიკულად ფიზიკის კანონშიც ესეა, რომ მინუსი და მინუსი განზიდვა, პლუსი და პლუსი განზიდვა და აი მინუსი და პლუსი უკვე შეერთება, ანუ გესმის ენერგეტიკულად ესე გხედავთ სამყარო. ხო? როგორც ინ და იანი, როგორც შავი და თეთრი, ანუ ეს ორი განუყოფელი სტრუქტურა, რომელიც ერთად უნდა იყოს და მაშინ ხდება ბალანსი, ანუ ეწყობით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც იყო და ну, თქვენი ბედია რა მოკლედ. ან თუ არ არის ბედი, ხა ბედ ჩვენ ვირჩევთ, მაგრამ სამყარო ესე გვეუბნება, რომ უგებთ ერთმანეთს და კი იყო რაღაც გაუგებრობაო, ამომიხტა კარტი და მე მასაც ვკითხულობ, რომ მინიშნებაა ესეც. და როგორ გაგრძელდება თქვენი აი ამ
მეორეებთან ვინ ჩაიფიქრეთ ურთიერთობა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის. ამბობთ, როგორი გაგრძელება ექნება სტაბილური, კარგი. კი ბატონო და თუ რამეში ეს ადამიანი იყო პასიური, ხო? თქვათ არ გამოხატავდა თავის გრძნობებს, მოდიოდა დაღლილი და აღარ ქონდა ხა იმის თავი, რომ გითხრას, რომ აი რაღაც, ხო, ქალს კიდე რა უნდა, ყურადღება, ხო, ელემენტარული, რატო ინგრევა დღის ოჯახები სტატისტიკურად, როცა აკლდება ან ერთ პარტნიორს, ან მეორეს ყურადღება, სითბო, მერე უკვე გარბის, ხო, თუნდაც ეს რომ გაუჩნდა სხვა ქალი გატაცებით, ხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ვინმეზე ნაკლები ხართ ან სილამაზით ან რამით, მაგრამ რაღაც მომენტში მოაკელით ყურადღება ეტყობა. და ამიტომ მერე უყურებენ სხვებს და უჩნდებათ, ითხოვენ კაცის ბუნებას საუბრობ, ეხლა მე ფსიქოლოგიურად ესეა. უნდათ მერე სხვისგან მიიღონ რა ის, რომ აი თუნდაც ეპრანჭებოდეს იმ სხვას, აი ფორმაში იყოს იმ სხვისთვის, გესმის? აი რაღაც ესეთი მომენტია, ეხლა გაიგებთ, არ გაიგებთ, ფსიქოლოგიაში ასე იხსნება, ხო? ხო და აქ ამოდის მეორე ვარიანტთან, გამიგრძელდა რატომღაც, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ სტაბილური ურთიერთობა გელით, თქვენ სტაბილურად გექნებათ ურთიერთობა და მაგი ნიშნავს იმას, რომ განაგებთ თქვენ თვითონ, შეიძლება ეზოთერიაშიც ხართ ძლიერი, შეიძლება რაღაც მაგიური შარმი გაქვთ, შემოლამაზებო, ხო, გახსნილი გაქვთ, გახსნილი, ხო და აქ ამოდის კიდე გრძნობათა ღელვა ძალიან გრძნობიარე ქალბატონი ხართ, ყველაფერს გრძნობთ, ინტუიციურად და ამოდის კიდე სამყაროსთან შეერთება. მე არ ვიცი ხა თქვენ ვინ ხართ და ვინ მიყურებთ, მაგრამ თუ ხართ ჩემი კოლეგა, მოგესალმებით, ხო. მე გულისხმობ ამ სფეროში, არა მარტო ტაროში, ხო? ხო და იმის თქმა მინდა, რომ თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძლიერი, გჯეროდეთ, გინდა პირველებს, გინდა მეორეებს, არ აქვს მნიშვნელობა. ძალა ჩვენშია. ჩვენ ვადგენთ ჩვენს საზღვრებს და ჩვენს პირობებს ყველასთან და ყველაფერში და შესაბამისად მოქმედებთ. თუ იყო რაღაც ისეთი, იცოდეთ, რომ აქტიურობა წამოვა და ეს ადამიანი არის თქვენი იმპერატორი. ყველანაირი გაგებით, არ ვიცი, ის არის, ეს არის, საჯარო გაშლაა და ამოდის, რომ ყველანაირად კმაყოფილია თქვენით, ასე რომ გატაცებული მეორე ვარიანტი ნამდვილად არ არის. პირველისგან განსხვავებით, ასე რომ გაგიმართლათ, თუ მოგეწონათ, თუ რეზონირ და მომწერეთ, გამიხარდება, დამილაიქეთ, იმიტომ რომ ჩემი არხიც რაღაცნაირად ვითარდება და სხვაებიც უყურებენ და იქნებ იმ სხვას უნდა ეხა ამ ინფორმაციის გაგება, ხო? შემთხვევითობა ხო არ არსებობს და გავაგებინოთ იმ სხვასაც და უთხრათ პასუხი, რომ ყველაფერი დაგილაგდება, ყველაფერი კარგად იქნება. გჯეროდე შენი ძალის, შენი ენერგიის, რომელიც შენშია და აბა თქვენ იცით. I love you.